რასაც ახლა უყურებთ, ოდესღაც ჰამერ H1 იყო. სანამ ვიღაცამ არ გადაწყვიტა, რომ ის არასაკმარისად დიდი და უაზრო არ იყო. ამიტომ აიღეს ხერხი, შუაზე გადაჭრეს და უკანა ნაწილი უბრალოდ გადააკეთეს. სამაგიეროდ დაუმატეს კიდევ ორი საბურავი და დიახ, ის ახლა 6 ბორბლიანი მონსტრია, რომელსაც ხერხემალში ჰელკეტის კომპრესირებული ძრავა უძგერს. ეს ხომ დაახლოებით იგივეა, რომ ატომური ბომბი მაცივარში ჩადო. მაგრამ ყველაზე დიდი სიგიჟე იცით რა არის? დაკიდების სისტემა. ის აღებულია Porsche Caymanისგან. დიახ, სპორტული მანქანის ნაწილები ამ ტანკზე. ეს იგივეა, რომ ბეჰემოთს ბალეტის ჩუსტები ჩააცვა. და იცით რა? მას არ აქვს პნევმატიკა. ის სულ ასე დგას, რაც ნიშნავს, რომ თუ გზაზე კენჭს გადაულით, ხერხემალს დაემშვიდობებით. სალონში გაქვს სიჩქარეების ბერკეტი, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან მაგრად გამოიყურება. უკან კი უზარმაზარი სპოილერი, რომ ფრინა ვაგურს აეროდინამიკა ჰქონდეს. მისი სახელია El General. სავარაუდოდ იმიტომ, რომ გენერალივით დაუნდობელია თქვენი საღი აზრი მის მიმართ. დაწერეთ კომენტარებში, რამდენით შეაფასებდით ამ პროექტს 0-დან 10-მდე, სრული ვიდეო კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი YouTube არხზე.